დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დავპირდით ჩვენს მაყურებელს მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ და როგორც გითხარით, დღეს მშობლების რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ ნაწლავური ჭიები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინოთით 12 მილიონამდე ადამიანი ავადდება წელიწადში და მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არიან ბავშვები. აღნიშნულ თემაზე პედიატრი ინფექციონისტი ნინო სირაძე უნდა შემოგვიერთდეს დილომშვიდობის მადლობა სტუმრობისთვის, იმისთვის, რომ ხართ-დილიდან ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მოდით ვთქვათ ნაწლავური ჭიების ყველაზე გავრცელებული სახეობებით დავიწყოთ თემაზე საუბარი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით არამაყურებელს. დავიწყებ ჰელმინთოზით. ჰელმინთოზი არის ნაწლავის პარაზიტული ჭიები, ანუ რომელიც იწვევს ნაწლავის დაავადებას, არის სხვადასხვა ფორმის ჭიები, განსხვავდებიან ისინი თავიანთი ფორმით, მრგვალი ჭიები, ლენტისებური ჭიები, მწოველა ჭიები, ესეც ეძახიან. განსხვავდებიან ისევე ისინი მასპინძლის ორგანიზმით, ანუ ზოგიერთ მათგანს ყავს ერთი მასპინძელი, ზოგიერთს ყავს რამოდენიმე მასპინძელი, ანუ განვითარების ციკლით. განვითარების ციკლით, ანუ იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს ჭიის განვითარება, ზოგჯერ მას ჭირდება ერთი მასპინძელი, მაგალითად ადამიანი და ზოგჯერ სხვა, მაგალითად ცხოველიც. ან ქვეწარმავალი და ასე შემდეგ. ასევე ისინი განსხვავდებიან თავიანთი გავრცელების მიხედვითაც, ხო, ზოგჯერ უფრო ცხელ კლიმატში არიან ზოგიერთი მათგანი გავრცელებული, ზოგიერთი ნებისმიერ კლიმატში შეიძლება იყოს გავრცელებული. ყველაზე ბავშვებში ყველაზე ხშირად გავრცელებული ნაწლავური, ანუ ჰელმინთოზი არის ენტერობიოზი. ენტერობიოზი ძირითადად გამოწვეული არის מחვილა ჭიასთი არის ცნობილი. ყველაზე მარტივი განვითარების ციკლი აქვს. ჭიის კვერცხი უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, რა თქმა უნდა, მოხვედრის გზა არის ხელი, რომელიც შეიძლება არ იყოს სუფთა იმ მომენტში და შემდგომში ამ კვერცხისგან ნაწლავებში ვითარდება ზრდასრული ჭია. ზრდასრული ჭია შემდგომ ისევ გამოდის უკანატანის არეში, სადაც დებს კვერცხებს და თავიდან ისევ კლინიკურად ასე ვლინდება, ახასიათებს ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ხდება ისევ ხელზე კვერცხი და შესაბამისად ისევ თავიდან მოხდება ადამიანის ორგანიზმში. ძირითადად ეს ჰელმინთოზი ყველაზე მეტად გავრცელებული არის ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით სკოლის ასაკის პერიოდში, მოზრდილ ასაკში მისი გავრცელების სიხშირე, რა თქმა უნდა, იკლებს, უფრო იშვიათია, თუმცა შეიძლება ოჯახურ პირობებში იყოს უფრო მეტად გავრცელებული კონტაქტის გამო. მშობელმა ყურადღება, აი რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ნაწლავური. დიახ, ეს ხშირად გავრცელებული ჭიები, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს საერთოდ. როგორც წაღან მახსენე, განვითარების ციკლიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს მხოლოდ უკანა ტანის ქავილი ღამის განმავლობაში. უფრო მეტად ღამის განმავლობაში არის, მაინც ძირითადად ღამით ახასიათებს, ხო, ისინი ღამით გამოდიან და ღამით ხდება მათი გამრავლება. თუმცა შესაძლებელია გამოხატული იყოს ასევე სიმპტომებით, ესენი არის გულისრევის შეგრძნება, ხებინება, საერთო სისუსტე, აი ძალიან ისეთი არასპეციფიური სიმპტომები, რომლებიც რაღაც სიმძიმით შეიძლება არ იყოს გამოხატული, მაგრამ აწუხებს ბავშვს. კიდევ თუ დროულად ვერ მივხვდით, ვთქვათ, რაღაც მაინც ესეთი უცნაური სიმპტომებია, ხომ? შეიძლება პირველ რიგში არ მივიტანოთ ეჭვი ამ ყველაფერზე. რა გართულებები შეიძლება რომ მოხდეს აღნიშნულ პრობლემას? ხო, შესაძლებელია არანაირი გართულება არ მოხდეს და თავისთვის რაღაცა პერიოდის მერე ჭიას თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს და ტოვებს ორგანიზმს. თუმცა თვითონ მიმდინარეობის დროსაც, რა თქმა უნდა, სერიოზული გართულებაც შეიძლება განვითარდეს. როგორც ვთქვით, ნაწლავში ცოცხლობს, ბინადრობს ის და იწვევს შესაბამისად იმ ადგილის ანთებასაც. ხო, მაგალითად შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაჭედვა, ანუ ჭიების, იმან შეიძლება გამოიწვიოს აპენდიციტი და გახდეს ქირურგიული ჩარევის მიზეზი, გააჩნია რა კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს და ასევე კიდევ თუ სხვა ჭიას, სხვა პარაზიტს
ხაზით სხვა კლინიკური სიმპტომებიც ახასიათებს. მაგალითად, ასკარიდას განვითარების ციკლი ესეთია, თავდაპირველად სასუნთქვის სისტემის სიმპტომატიკით ვლინდება. ანუ ახასიათებს მის პირველ ეტაპზე, განვითარების პირველ ეტაპზე ხველა, სუნთქვის გაძნელება, შეიძლება იყოს ტემპერატურაც, ძირითადად მშრალი ხველა არის გამოხატული. ამ პერიოდში მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია, იმიტომ რომ კვერცხის მოძებნა მასში ანალიზით არ არის, ანუ განვითარების ამ ეტაპზე და მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით არის შესაძლებელი მასზე ეჭვის მიტანა. მოგვიანებით ეტაპზე უკვე ნაწლავის კლინიკური სიმპტომატიკაც შეიძლება იყოს გამოხატული და შესაბამისად პარაზიტის დიაგნოსტირებაც შესაძლებელია მოხდეს. როგორ ვუმკლავდებით ამ ყველაფერს, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ არის ჭია ორგანიზმში, რას ვაკეთებთ შემდგომ? რამდენად მარტივია ზოგადად კურნალობა? ესე გამკლავების და თავიდან არიდების ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია. აი პრევენცია როგორ შეიძლება პრევენცია არის ჰიგიენა, ანუ მეტად ასოცირდება ჰიგიენური ნორმების დარღვევის რაც ბაღში და სკოლაში ჩვენს კონტროლს მიღმა ხოლმე როგორც გავრცელებული, მაგით ანუ დილით უმჯობესია რომ დილით გაღვიძებისთანავე მოხდეს ხელების დაბანა, ხო? ანუ ქავილის შემთხვევაში, სანამ ის ხელს პირში ჩაიდებს, მანამდე დაიბანოს ხელი. ან მინდორში, ბუნებაში თამაშის დროს, ხო? ანუ ზოგიერთი კვერცხი გავრცელებული არის ბუნებაში, პირიქით ზოგიერთ ჭიას განვითარებისთვის ციკლისთვის ჭირდება, ხო? ნიადაგში უნდა მოხდეს და შემდეგ მოხდეს ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია, რომ თამაშის მერე მოხდეს ხელების დაბანა, ჭამის წინ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რა ქვია, პრევენციული ღონისძიებებია, ჰიგიენური ნორმების დაცვა. კურნალობის მეთოდებზეც ვისაუბრეთ, კურნალობა პრევენცია მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც მიუხედავად იმისა, რომ დავიცავთ ამ ყველაფერს, მაინც შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხდეს ჭიები. კურნალობის ძირითადად მედიკამენტური მკურნალობა გამოიყენება პარაზიტების საწინააღმდეგოდ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივმართოთ თვითნებურად, ანუ დავიწყოთ თვითნებურად მკურნალობა, იმიტომ რომ ეს მედიკამენტები, რომელიც საჭირო არის ჭიების საწინააღმდეგოდ, საკმაოდ ტოქსიური მედიკამენტებია, თავისი გვერდითი ეფექტები აქვს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს მისი გამოყენება, ხო, გართულებები რა თავიდან ავიცილო. და კითხოთ, რამდენად დაშვებულია, რომ აი პრევენციის მიზნით მივცეთ თუნდაც ბავშვს წამალი, იმიტომ რომ სულ ახახანს შემოვხდა ინტერნეტ სივრცეში, როდესაც არ იცოდა დედამ, მაგრამ მისცა ეს წამალი და რაღაც ცოტა სავალალო შედეგები მიიღეს. უბრალოდ ქავილის დროსაც აძლევენ ხო, აი რამდენად არის შესაძლებელი თქვა ჭიის წამალი გამოვიყენოთ. თუ დიაგნოზი შესაძლებელია, ზოგადად ჭიის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. შესაძლებელია რამოდენიმე ეს სისხლის ანალიზითაც ხდება და განავლის ანალიზითაც, კი, ხო? სისხლითაც შესაძლებელია განავლითაც და სხვადასხვა კვლევის მეთოდები არის, თუმცა შეიძლება რამოდენიმეჯერ მოხდეს ანალიზის გაკეთება და ვერ მოხდეს მისი ისა. ასეთ დროს მნიშვნელოვანი არის, ანუ ექიმთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, ნუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ანუ სხვა ოჯახის წევრს რაც შივილები აქვს, არის თუ არა სხვა ბავშვებთან უფრო აქტიური კონტაქტი და ასე შემდეგ. სხვა კლინიკურ სიმპტომებთან ერთად, ანუ ექიმი იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. მხოლოდ და მხოლოდ მშობლის იმითი, რომ ქავილით ანუ არ არის შესაძლებელი თავისი მედიკამენტი ამასაც კიდევ უფრო და განსაკუთრებით სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილად ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატმა, რომელიც შეიძლება ცუდათაც დასრულდეს, ხო, მკურნალობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ანუ ექიმის გარეშე ეს ნამდვილად მიუღებელია. ასევე მინდა კითხოთ, აი თუ დაუშვათ ბავშვს დაუდასტურდა ჭია, მე როგორც ვიცი, მშობლებიც სვამენ ხოლმე ასეთ დროს ჭიის წამალს. ეს რა საჭიროა და რატოა? ოჯახში კონტაქტები არის ძალიან ხშირი და აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ სიმპტომები ჰქონდეს ოჯახის სხვა წევრებსაც, ხო? ანუ ხელით კონტაქტით ანუ უფრო გასათვალისწინებელი აქაც პრევენციული ღონისძიებები და გარდა ჰიგიენისა, რომელიც უფრო მკაცრად უნდა დაიცვამ ასეთ პირობებში, როდესაც მით უმეტეს იცი, რომ ჭიით ინვაზია არის ოჯახის ერთ-ერთ წევრთან, ასევე თეთრეულის ხშირი გამოცვლა
ანუ სხვა ჰიგიენური ღონისძიებებიც მნიშვნელოვანია და მის იმაში გვეხმარება თავიდან მოშორებაში. ანუ გადადების გზები არის ძირითადად ხელით კონტაქტი, გააჩნია ჭიას. ჩვენ ახლა ენტერობიოზებს საუბრობთ და ეს შესაძლებელია გადავიდეს კონტაქტითაც ისე ჯერ ხელზე უნდა მოხდეს პარაზიტის კვერცხი და მაგრამ თუმცა ოჯახურ პირობებში შესაძლებელია გადავიდეს კონტაქტის შედეგად. აი ამ პრობლემას რაიმე სეზონურობა ახასიათებს თუ არ გამოირჩევა ამით და ნებისმიერ შემთხვევაში არის დაკავშირებული სეზონურობასთანაც კი ზოგიერთი ჭიის განვითარების ისა გარკვეულ სეზონზე უფრო მეტად მატულობს. მოგმართავენ ხოლმე ხშირად, აი თუნდაც პრევენციისთვის, რომ გაუკეთონ ბავშვებს ანალიზი, რომ იცოდნენ, აქვთ თუ არა ეს პრობლემა, როდესაც მით უმეტეს სკოლის და ბაღის პერიოდი აქტიურია ხოლმე. კი, საკმაოდ ხშირი არის მომართვა ჭიაზე კვლევისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძირითადი ესეთი სიმპტომი მუცლის ტკივილი, ხო, ხშირი არის ბავშვებში და თვითონ ჭიაც გავრცელებული არის ბავშვებში, ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არის მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, აქედან გამომდინარე, მომართვიანობაც ხშირი არის ბავშვთა ასაკში ჭიის გამო. და ეს წამალი, თქვათ, ერთჯერადად შეგვიძლია მივცეთ და აღმოიფხრება ეს პრობლემა, თუ აქაც სხვადასხვა ჭიას სხვადასხვა ესეც დამოკიდებული არის თუ რომელი პარაზიტი არის დიაგნოსტირებული, ხო? ზოგს ერთჯერ ყოფნა მიცემა შველის, ზოგს სჭირდება გამეორებაც. კი ბატონო. ხანგრძლივი კურსი არ სჭირდება ხოლმე ჭიის პრეპარატებს, თუმცა აქაც არის კიდე გამონაკლისი. კი ბატონო. ამიტომ მშობლებს კიდევ ერთხელ მიმართოთ, რომ ექიმის დადასტურების და ჩარევის გარეშე არასდროს არ მიცეთ წამლები ბავშვებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე და ხშირად ცუდი შედეგითაც სრულდება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შევახსენებთ მაყურებელს, ნინო სირაძე პედიატრი ინფექციონისტი გახდა დღეს ჩვენი სტუმარი.